ჩვენს ეკლესიაში მრავალი პრობლემა. მე მინდა ზოგიერთ მათგან შევეხო. ერთ-ერთი პრობლემა ეს არის პრობლემა განათლებისა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საღვთისმეტყველო სასწავლებლები გაგვაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უამრავი წიგნი გვაქვს. დღეს 1-20 წლის წინ წიგნები არ იყო. პრობლემა იყო, მაგრამ დღეს პრობლემა აღარ არის. ამ მხრივ, მიუხედავად იმისა, ჩვენი განათლება, მე სამღვდელობას გულისხმობ, ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, ცუდი სიტყვა ახლა ეს გადაგებას მაინდა-მაინც არ ხდება, რომელიც დღეს არის საერთოდ ეკლესიაშია საჭირო და რომელიც დღეს არის საჭირო. დღევანდელი სამღვდელოების განათლება უნდა იყოს ისეთი, რომელიც დღეს თანამედროვე მისიონერობას ჭირდება. განათლება მარტო წიგნიერებას არ ნიშნავს. გახსოვთ უფლის სიტყვები მათემახარებელთან. მეხუთე თავშია თუ არ ვცდებით. რომ თუ არ ამაღლდებით, მე ციტირებას ვერ მოვახდან, მე არ მახსოვს ზუსტად როგორ არის და თუ არ ვიქნებით განსხვავებული ფარისევლებისა და წიგნობრებისაგან, ანუ თუ მათგან არ ამაღლდებით და მათგან განსხვავებულები არ ვიქნებით, თუ ჩვენი ცხოვრება არ იქნება განსხვავებული და სწავლებაც მათგან განსხვავებული და სარწმუნოებაც, ანუ ფარისევლებისა და წიგნობრებისაგან, ვერ შეხვალთო სასუფეველში, ვერ შეხვალთო სასუფეველში. ვინ იყვნენ ფარისევლები და წიგნობრები? ის, რასაც ჩვენ რო განათლებას ვაძლევთ იგივე საღვთისმეტყველო სასწავლებლებში, სწორედ აი ამას ვცდილობთ, რომ ისინი იყვნენ წიგნობარნი, წიგნიერება ქონდეთ. ფარისევლობა თვითონ მოდის მერე უკვე. წიგნობარი რო ხარ და შესაბამისი სულიერი ცხოვრება ამას არა აქვს და მერე მოდის ფარისევლობა. ანუ გარეგანის ჯულის აღსრულებით თვით კმაყოფილება და ასევე ცოდნით ქრისტიანული სარწმუნოებრივი განათლებით და ცოდნით არსებული თვითკმაყოფილება, რომელიც ჩვენშია. აი ეს ორი რა. და თუ ჩვენ ამით მოხიბლა ძალიან ადვილია. წარმოგიდგენთ ყველაფერი, ვიცი მთელი ღვთისმეტყველება კარგად მესმის, ამავე დროს ყველაფერს კარგად ვასრულებ, დახვეწილად, ეწიანად. ცოტა ამ ქვეყნიური ცივილური კულტურას გამაჩნია, კარგად მაცვია, კარგად დავდივარ, გაზიზინებულ მანქანაზე ვზივარ, ყველაფერი აწყობილი მაქვს, სიტყვა პასუხი არ შემეშლება. და მგონია რომ ცხონებული ვარ. იმიტომ რომ ყველაფერი კარგად ამბა, კარგი მოქალაქე ვარ, მშვენიერი, ლამაზი, მომხიბლელი, ნამდვილი, ინტელიგენტი და განათლებული და მეტი რა ხარ. მაგრამ უფალი გეუბნება, თუ აი ამ მდგომარეობიდან არ გამოხვალ, ვერ შეხვალო სასუფეველში. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ განათლება კიდევ სხვა რაღაცა ვიდრე ეს ყოველივე, ანუ ინტელექტუალური ცოდნა და გარეგნული ქცევის კულტურა და გარეგანი ღვთისმსახურება. აი ამას უნდა მოცილდეს განათლება. უბრალოდ ამის გარდა კიდე სხვა რამეა. ეს ყველაფერი გარეგანი ფასადია. ნებისმიერი მცდელობა ინტელექტუალური მორწმუნეობის. ნებისმიერი მცდელობა, რაც არ უნდა კარგად ეცადო. გადაგვარდება ათეიზმი. და ათეიზმის ყველაზე საშინელი ფორმა ფარისევლობა. ანუ იგივე ქრისტეს კვლელობა. ჩვენი უბედურება იმაშია, რომ ჩვენი სამღვდელოების უბედურება იმაშია, რომ ჩვენი განათლება აი ამ ფარისევლობასაც კი ვერ უახლოვდება. წიგნობრობასაც კი ვერ უახლოვდება. ჩვენ წიგნობრებიც არა ვართ ჯერ. არც ანუ ცოდნა საღვთისმეტყველო არა გვაქვს. ერთი, მეორე, ფარისევლების არა ვართ ჯერ. ანუ ის გარეგანი ღვთისმსახურება მოწესრიგებული არა გვაქვს. ეხანას გითხარით, ხანდახან წირვაზე ხარ თუ ბაზარში ვერ გაიგებ. ისეთი ამბავია ხოლმე ზოგჯერ. ანუ ჯერ რომ წიგნობარიც არა ხარ და ფარისეველიც არა ხარ. არა და ეს ყველაფერი რო იქნები, ანუ განათლებულიც იქნები და გარეგანის ჯულის აღსრულებელიც, აი ამის მერე კიდევ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის მნიშვნელოვანი თუ არ გექნება, მარტო ამ ორით ვერ შეხვალო სასუფეველში და ეს ორიც რომ არა გაქვს. აი ესეთი პრობლემა ჩვენი დღევანდელი სამღვდელოებისა. მე ამას ვამაღლებ ამბობდა, პირველ რიგში ჩემ თავზე ვამბობდა, თუ ვინმე ჩემში ამ ყოველივეს დაინახავს, პირველ რიგში ჩემსკენ გამოიშვირო, ხელიდან თქვა, ეს უვარგისი მღვდელიო, მოაცილეთ ეკლესიიდან. მეორე პრობლემა.
რომელიც არსებობს ჩვენში ეკლესიაში და რომელიც ასევე არის გამომწვევი ამ განსასწრებისა, რომელიც დღეს მოვიდა ჩვენ სამშობლოზე და ეკლესიაზე. ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია, რაც ჩვენი საკეთებელია სამღვდელოების არის მისიონერობა. თუ ვინმე მეტყვის, რომ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მისიონერობს და თუ ამას დამისაბუთებს, აი საიდან მოვიხადო ბოდიში, იქიდან მოვიხდი ბოდიში. მაგრამ მე სამწუხაროდ საწინააღმდეგოს ხედავ. საქართველოს ეკლესიას თრიანად რასვერჩი, ეკლესია ღმერთკაცობრივი ორგანიზმია, ჩვენ სასულიერო პირები ანტიმისიონერობთ და არ მისიონერობთ. ამიტომაც არის ჩვენი ერის უდიდესი უმრავლესობისათვის მღვდელი არის წესების შემსრულებელი არსება, რომელიც გჭირდება. სახლი გიკურთხოს, წესი ააგოს, ჯვარი დაგწეროს, მოგნათლოს, პარაკლისი გადაგიხადოს, დაგამშვიდოს, ფსიქოლოგიური ტრენინგები ჩაგიტაროს, ანუ ფსიქოლოგის ფუნქცია შეასრულოს. ცხოვრებისეული პრობლემები გადაგიწყვიტოს ამ ქვეყნიური. როცა შენ მღვდლისაგან მხოლოდ ამას ითხოვ, ერთ-ერთი ღვთისმეტყველი მოსწრებულად ამბობს, ეს იგივეა, რომ აიღო მიკროსკოპი და მით ლურსმანი ჩააჭედო, ჩაქუჩად გამოიყენო. მიკროსკოპის მიკროსკოპი თუ რკინის არის, შეიძლება ლურსმანი ჩააჭედო, რატომაც არა, მაგრამ რამდენად სწორია ეს? რამდენად სწორია, როცა მიკროსკოპს იყენებ, მიკროსკოპს ჩაქუჩად იყენებ და მღვდელს წესების შემსრულებად, ან ფსიქოლოგად უკეთეს შემთხვევაში. რამდენად სწორია ეს? აბა ისთვის არის მღვდელი. უპირველეს ყოვლისა მღვდელმა ადამიანს სიხარული უნდა აჩუქოს. არა სიხარული, არა ისეთი ფსიქოლოგიური სიხარული, არამედ ის სიხარული, რომელსაც ქრისტესთან მყოფობა ქვია, ანუ მისიონერი უნდა იყოს, ანუ თითოეული ადამიანის ქრისტესთან მიყვანას უნდა ცდილობდეს. მთელი არსებით აქეთკენ უნდა იყოს მობილიზებული მღვდელი. ავი ჩვენ კიდევ ვიმეორებ, ნეტა ვწდებოდი, ნეტა მეჩვენებოდეს რაღაცეები. მაგრამ მე ხმამაღლა ვამბობ, თუ ეს პრობლემა მართლაც დგას ისე, როგორც მე ვხედავ, და თუ ამ პრობლემას არ გამოვასწორებ, და თუ მხოლოდ იმაზე ვიქნებით დაყრდნობილი, რომ ღმერთი ვის მოიყვანს ჩვენთან, ანუ ჩვენ საკეთებელსაც ღმერთს ავკიდებთ. ჩვენ უარს ვიტყვით მოციქულებრივ ღვაწლზე და ღმერთო, შენ იმოციქულეო. ვეტყვი და ღმერთი იმოციქულებს და მოსაყვანს მოიყვანს, მაგრამ აი მე როგორ ცხონდები, მაშინ მაინტერესებს. მე ისთვის მოვედი ეკლესიაში, მე ცხონება მინდა, სულის გადარჩენა მინდა. ღმერთთან ყოფნა მინდა. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და რომლის გარეშეც ეკლესია თავის ნამდვილ სახელს ვერ წარმოაჩენს და რომელიც არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მთავარი მიზეზი. რომელი არ იყო მთავარი განათლება თუ მისიონერობა, ყველა მთავარი იყო, მაგრამ ასევე ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი იმისა, რომ მოვიდა განსასწრები ჩვენს ერზე და ჩვენს ეკლესიაზე. და თუ არ გამოვსწორდებით ამ საკითხში, მაშინ პრობლემები კი არ შემსუბუქდება, არამედ კიდევ უფრო გამწვალდება. ეს არის ზნეობრივი საკითხი ეკლესიაში. წმინდა იონოქროპირი ესეთ რამეს ამბობს, რომ ვინც ხის გადარჩენაზე არ ზრუნავს, ის თავად ვერ გადარჩებაო. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს ყველას ეხება, მაგრამ პირველ რიგში ეს მღვდელს ეხება, სამღვდელოებას, იერარქიას, მღვდელს, დიაკონს, ეპისკოპოსს. იღვიძებდა და იძინებდა უნდა იმის ფიქრით და განცდით, რომ სხვა გადაარჩინა. გიყვარმია? პეტრეს ეკითხება და მათი სახით, მისი სახით თითოეულ მღვდელს, ეპისკოპოსი იქნება, ეს მღვდელი იქნება თუ დიაკონი ხარისხში ყოფ ნებისმიერ ადამიანს. გიყვარმია? ჰე უფალო, მიყვარს შენ. პეტრე პასუხობს, ანუ ჩვენ უნდა ვპასუხობდეთ, ჩვენ რა პასუხობთ, მაგრამ უყალე მიყვარს, აბარა, ვიტყვით ხოლმე ესე, მაგრამ უფლის პასუხი შემდგომ დამწყსე ცხოვარნი ჩემი. ჩვენი ეს
ლირიული რაღაც გამოვლინებები, უფალი როგორ მიყვარს და აბა როგორ ქრისტიანი ვარ და აბა ერთგულება ქრისტიანობა სადღეგრძელოში და მუშტის მკერდზე ბრაგუნი და მღვდლებმაც კაცურად ვიცით ეს. დამწყსე ცხოვარნი ჩემი. არა ეს შენი ვაშკაც ჯერ კაცი უნდა იყო, გასაგებია და კაცად ვარ იქნები, მღვდელი როგორ იქნები, მაგრამ აი ესეთი ვაშკაცობა კიდე მოდელს ვარ შეფერის რა. აი ესე რომ ვიბაგუნებთ. თუ გავიწყდება რომ მამა უნდა იყო და მკერდზე მუშტებს ვიბაგუნებთ. უფალი არ იწირავს ამას. არ იწირავს იმ შენ ვაშკაცობას, რომელიც მღვდლისათვის მიუღებელია. თუ კარგი საქმის გარჩევა შეგიძლია, გარტყმა შეგიძლია, დალევა შეგიძლია. ცოლის მოყვანა შეგიძლია. დამწყსე ცხოვარნი ჩემი. დამწყსე ცხოვარნი ჩემი. თუ არ დამწყსი ქრისტეს ცხოვარს, ანუ ადამიანს, თითოეულ ადამიანს, პლუს კი თუ არ გეკნება მოსწრაფება აქეთკე რომ თითოეული ადამიანი ქრისტეს მიუყვანო. გიყვარმია რომ კითხავს, და შეიძლება ჰე მიყვარს, ვიყვარხარ უფალი არ მიიღებს ამას და გეტყვის არ გიცნობ მოქმედო უსჯულოებისა. ჩვენი ზნეობა სამღვდელოების. თუ თქვა რომ კაი მდგომარეობაშია მეთქი. თუ ესეთი ანგელოზები ვართ, სულ ყველანი სასულიერო პირები და ჩვენი ზნეობა სავალალო მდგომარეობაში არ არის, აბა ეს განსასწრებელი რა მოიყვანა? მაინტერესებს. რა მოიყვანა ეს განსასწრებელი? ყველანი კარგები ვართ, ესე იგი, რამდენი მღვდელიც არის, იმდენი ქრისტეს ხატი დადის საქართველოში და ამდენი ქრისტე დადის და ამდენი თითოეული ჩვენთან მოსული ადამიანი ეს ქრისტესთან მიგვიყვანია, მაშინ და ქრისტესთან მოსულა და რაღა პრობლემაა მაშინ? რატომ ღარი ეს განსასწრებელი მაშინ? ხმამაღლა ვამბობ ხოლმე, ყოველთვის და ეხლაც ვიტყვი. თუ ეკლესიის უღირსი სამღვდელოებისაგან განწმენდა დაიწყება, პირველი შემოწმება ჩემით დაიწყო. და თუ რამეს აღმოაჩენა, პირველი მე გამკვეთონ და მე გამაგდონ ეკლესიიდან. ამას ვამბობ მთელი პასუხისგებლობით. როგორ შეიძლება რომ სამღვდელოება თავის ზნეობრივი ცხოვრების წესით არ განსხვავდებოდეს ერისკაცებისაგან. ერისკაცებისაგან ზოგადად და ვაკონკრეტებ ძალიან ხშირად ჩამორჩებოდეს ზნეობრივი თვალსაზრისით იმ რეალს, რომელსაც ქრისტე უნდა დაენატრება. და ჩვენი ცხოვრების წესით არ ვაძლევთ მათ ამის საშუალებას. იმის მაგერად რომ ვიყოთ მთამსვლელი, რომელმაც ევერესტზე უნდა უბრალოდ ადამიანი აიყვანოს. ჩვენ ხელის შემშლელად ვიქეთით ბალასტად, ვიქეთით ადამიანისათვის და ვერ ჩვენ ავდივარ და არც იმ ადამიანს არ ვაძლევთ საშუალებას, რომ ევერესტზე ავიდეს. იმის მაგერად რომ ჩვენ თითოეული ადამიანი ქრისტესთან მივიყვანოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი ნაბიჯით მაინც უნდა უსწრებდეთ ყველა ადამიანს ღვთისაკენ სავალ გზაზე და მას ვივცეთ ადამიანს საშუალება ჩვენ კალთას ჩაეჭიდოს და თუ ხელს არ გაუშვებს ჩვენს კალთას 100%-იანი მივიყვანთ ქრისტემდე, იმის მაგრად რომ აი ასე ვიცხოვოთ. ჩვენი ცხოვრების წესით ხელის შემშლელი ვართ ხოლმე მათთვის და რატომ არ მიდიხარ ქრისტესკენ და იმას როგორ წაი? თავი მოგწონს იმიტომ რომ იერარქია ხარ და ხელდასმული ხარ. საშინელ სამსჯავროზე თითოეული მღვდელი, მე ვგულისხმობ მღვდელს თლიანად, ეპისკოპოსს, მღვდელს და დიაყონს, საშინელ სამსჯავროზე თითოეული მღვდელი პასუხს აგებს ცოცხალი ღმერთის წინაშე. რამდენად გაუფრთხილდა იმ მადლს, რომელიც მიიღო, რამდენად უერთგულა უფალს და რამდენად მიუყვანა ის ადამიანები ქრისტეს, რომელიც ქრისტემ მასთან, ანუ მღვდელთან მიიყვანა. საშინელ სამსჯავროზე პასუხს ვაგებ და ის საშინელი სამსჯავრო ესეთი მღვდელებისათვის, თუ ჩვენ ესე მოვიქცევით, მართლაც საშინელებად გადაიქცა. კიდევ ერთი, რომელიც გარაშეც პრობლემა გვექნება და ეკლესიაში
პრობლემა იქნება და ახლა გამომდინარე განსასწრებელი იქნება საქართველოში და ეკლესიაზე. ეს საკითხი არის ჟღერს ესე. პრობლემა საზოგადო ღვთისმსახურებაში. მე ლიტურგიას გულისხმობ პირველ რიგში რა თქმა უნდა. ლიტურგია რომ არ არსებობდეს, კაცობრიობა დიდი ხანი დაივიწყებდა უფლის პირველ მოსვლას. მე ვგულისხმობ არა თეორიულ ცოდნას. თეორიულად ეხლა გიტლერი რო იყო და იმის კიდე იქი და კალიგულა ისინიც ვიცი. კაცობრიობა დაივიწყებდა ქრისტეს პირველ მოსვლას განცდელობით და განცდა აღარ ექნებოდა ამის. ცოცხალი ღმერთის განცდა, ადამიანად მოსული ღმერთის განცდა, გოლგოთის მსხვერპლის განცდა, ჯო არც მის განცდა, აღდგომის განცდა, ზეცად ამაღლების განცდა აღარ იქნებოდა. გამოცდილება აღარ იარსებებდა. ლიტურგია იძლევა ამის საშუალებას, რომ ეს ყოველივე ჩვენ გამოცდილებად იქცეს. და ასევე ეს ლიტურგია რომ არ არსებობდეს, ჩვენ ვერ მოვემზადებოდით ვერც მეორედ მოსვლისათვის. ლიტურგია არის ყველაფერი, ყველაფერი. სამყაროში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი აღესრულება. ზეცსა და ეს სამყარო ერთდება. ღმერთი ჩვენთან არის ლიტურგიის მიერ. ლიტურგიის მიერ დრო იკუმშება და ვარ გოლგოთაზე და ვარ წმინდა სამების სიახში. ყველაფრის თანამონაწილე და გამცდელნი ვარ. ეს პოტენციაში, მაგრამ ეს რეალურად არსებობს პოტენციაში და ამის განცდის შესაძლებლობა და ამის თანამონაწილეობის შესაძლებლობა ყველას აქვს, მაგრამ ეს ლიტურგიის დამსახურება. ლიტურგიაში ლიტურგიის დროს ყველაზე მეტად არის შესაძლებელი ადამიანი განმარტოვდეს მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ადამიანია, განმარტოვდეს ღმერთთან. ლიტურგია იძლევა შესაძლებლობას, რომ ის რაც ჩვენ გიმეცადინია ღმერთთან ყოფობას გულისხმობ, აი ღმერთთან ყოფნაში რაც გისწავლია და გიმეცადინია მარტო, იმის ყველაფრის რეალიზება უფრო მეტად მოხდეს წირვის დროს. დაინახო რა მდგომარეობაშია შენი უკვდავი სული. თითოეული ადამიანი და რა თქმა უნდა სასულიერო პირი, და რა თქმა უნდა მღვდელი, ეპისკოპოსი, დიაკონი, ნებისმიერი ადამიანის ტიხაროსანი, მგალობელი, მკითხველი, წიგნის მკითხველი საშინელი კრძალვით უნდა იდგეს იმ საშინელება სიდიადიდან გამომდინარე, იმ საშინელების წინაშე, რომელსაც ღმერთის ჩვენთან ყოფობა ქვია ლიტურგიის დროს, როდესაც საიხსნება. როგორი გძალვით, როგორი რუდუნებით უნდა ემზადებოდე. მთელი შენი არსება სავსე უნდა იყოს იმით, რომ აი კვირას, წირვა. და თუ მართლაც ობიექტური მიზეზის გამო მოგიხდა და ვერ მოხვედი, როგორ უნდა გტკიოდეს. და აქ რომ მოხვალ, როგორ უნდა იდგე, რომ თითქოს არც დგახარ. სანთლის ალივით უნდა იყო, როგორც წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ვკითხულობ. შენთვის აღარ უნდა არსებობდეს ხელი, ფეხი, ტანი, ცხვირი, თვალი, ყური, სხვა. და როგორ უნდა იღვაწოს მღვდელმა იმისათვის, რომ აი ეს პირობები შექმნას აქ ეკლესიაში წირვის დროს. ჩვენთან კიდე რა ხდება? ჩვენს ეკლესიებში. ჯერ როგორც გითხარით, ხანდახან ზოგჯერ ვერ გაიგებ, ბაზარში ხარ თუ ლიტურგიაზე, საკურთხეველში ხარ თუ სადღაც ბირჟაზე, სადაც ჭორაობენ მამაკაცები და კევს ღეჭავენ და იცინიან. და ხანდახან შეიძლება რაღაც უცენზუროს ითქვას და ასე შემდეგ. მე ხანდახან როცა ამას შევესწრები ხოლმე ფიქრობ, რომ აი ახლა მიწა გასხდება, ან ზეცა ჩამოიქცე. დიდება მართლა ჩვენს მოთმინებას უფალ, როცა აი ამ ყოველივეს გვითმენ. და როცა ჩვენ ესე ვიქცევით, იგივე საკურთხეველში სასულიერო პირები, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ესე მოქცევა არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რომ ეს საშიშია, რომ ეს უგუნურობა, რომ ეს ღალატია ქრისტეს და მაინც ესე ვიქცევით. როცა ზოგჯერ ვერ გაიგებ, რას კითხულობენ მე დავითნე, ისე შხარა კითხულობენ. ან შეურაცხყოფილად უფლისად. როცა მრევლი ყაყანებს ტაძარში. როცა შეიძლება მღვდელმა ისე წიროს რომ და ისე იქადაგოს. ისე წიროს და ისე იქადაგოს რომ 2-3 მეტრში კაცი შვილმა ვერაფერი ვერ გაიგოს.
და მე კითხვას ვსვამ, ვისთვის წირავ და ვისთვის ხადაგე და ვისთვის ლაპარაკო. როგორ შეიძლება კვერექს ისეთ ხო რომ ვერავინ ვერ გაიგოს? კვერექს დიაკვნის სათქმელია, დიაკვანი ხადაგებს. დიაკვნის ხადაგება ქვია კვერექს, ანუ ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. და საწყალი მრევლი, რომელსაც არაფერი არ ესმის და ან თუ ესმის მარტო ბუბუნისა და გუგუნის გარდა არაფერი არ ესმის, არავინ არ უხსნის. მე ადამიანი ბუნებით ისეთია, უდისციპლინო აიშვებს და ლაპარაკობს და წინგიცობს და იცინის და ხითხითებს და ხარხალებს და ჭორაობს და კლუბად აქციას მოკითხვისა და ამაზე პასუხს არავინ არ სთხოვს, არავინ არ ასწავლის. და დიდება შენს მოთმინებას უფალო რომ მაინც მადლს გვაძლევს და შეიძლება სადღაც კუნჭულში ესეთი წირვის რომ სადღაც კუნჭულში ერთი ადამიანი იდგეს რომელსაც ღმერთი უნდა და მხოლოდ იმისათვის მოხდება გარდასახვა და რომ ის ადამიანი ეზიაროს. მაგრამ ვაი ჩვენ ამ დროს როცა ესე ვიქცევი და აი ეს მიზეზი რომ ჩვენ ის არის რაც ყველაზე მთავარი წირვა რასაც ქვია ლიტურგია რასაც ქვია ევქარისტია რასაც ქვია რომელიც არის დედაბოძიც, აკუთხედით, ცენტრიც, ყველაფერი არსი ქრისტიანული ცხოვრებისა. ეს ყველაფერი შეურაცხყოფილია ჩვენნაირი უღირსი სამღვდელოების მიერ პირველ რიგში. და მე უკვე ჩვენგან ნასწავლი უღირსი ეკლესიის მსახურებისა და ჩვენგან ნასწავლი უღირსი მრევლის მიერ ეს მიზეზი სავსებით საკმარისია იმისათვის რომ ნებისმიერი განსასწრელი მოვიდეს ეკლესიას. ნებისმიერი განსასწრელი. იმიტომ რომ აი ესეთი ეკლესია, რომელიც აი ამგვარად იქცევა. მე გულისხმობ ეკლესიის ადამიანურ მხარეს, გასაგებია, იერარქიას. ღირსია ყოველგვარი სასჯელისა. ეს არ არის ჩემი სიტყვები. წმინდა მამები ასწავლიან ამას. უბრალოდ საუბარი წირვის დროს ლაპარაკი საშინელი ცოდვაა, რომელიც აუცილებლად დიდ განსასწრელს მოაწევსო და ლაპარაკი კი არა, გასოს პირდაპირ შეურაცხყოფა ჩვენი ცხოვრების წესი და ჩვენი ქცევი საკურთხეველში. ვინც აშავებს საკურთხეველში, ლაპარაკობს, კევას გეჭავს, ტინგიცობს, ხითხითობს, რა ვიცი, სადღაც არის მოკლედ და არ თხილობს იმაზე, რომ მას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დაინახავენ, გარედან დაინახავენ, შიგნით როგორ იქცევა და სხვებს როგორ აკოლებს. ერთი ხო ესეთი ადამიანები აშავებენ, და მეორე ისინი, რომლებიც ამას ეგუებიან და ვითომც არაფერი და თვალს ხუჭავ. ყველანი ერთნაირად ვაშავებთ. ყველანი ერთნაირად ვაშავებთ და ერთნაირადაც მოგვეკითხება ცოცხალი ღმერთის წინაშე. ამიტომაც არის რომ ეს თავხედი ნაკადი მართლაც უსჯულოებისა, ცოცხალი ნაკადი უსჯულოებისა, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ ყველაფრის მოსპობას, ჩაიგდეს რა ძალაუფლება ხელში, მოადგენენ ეკლესიას და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვარგივართ, ღმერთმა დაუშვა ეს ჩვენზე. და მე მეცას ვიტყვი, ის ადამიანები, რომლებიც ეკლესიას ებრძვიან, უფრო მსხვერპლი არიან ხშირ შემთხვევაში, ვიდრე მოძალადენი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ყველაფერში დამნაშავე. ჩვენი ბრალია ყველაფერი.